მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 18. მოცემული მასის იდეალური არის აბსოლუტური ტემპერატურის იზოქორულად დელტა ტ გაზრდისას, მისი წნევა ნჯერ გაიზარდაო. ჩვენი მიზანია განსაზღვროთ აირის საწყისი აბსოლუტური ტემპერატურა. ჩავწეროთ მოცემულობა, მოცემულობით გვეუბნებიან, რომ იზოქორულად დელტა ტ გაიზარდაო შესაბამისად. პროცესი არის იზოქორული, რაც ნიშნავს იმას, რომ მოცულობა მთლიანი პროცესის განმავლობაში არ გეცვლება, ესე იგი შეგვიძლია დავწეროთ, რომ მოცულობა როგორც საწყის მდგომარეობაში, ისე საბოლოო მეორე მდგომარეობაში ერთმანეთის ტოლია და მოდი ეს გვეთი აღვნიშნოთ. ხოლო რაც შეეხება ტემპერატურას თუ დაუშვებ, რომ საწყის მდგომარეობაში იყო ტოლი და რადგანაც გითხრეს, რომ დელტა ტ გაიზარდაო, ტოლი გამხდარა ტ-ს პლუს დელტა ტ, ხო? ხოლო რაც შეეხება წნევა თავიდან თუ დაუშვებ, რომ P1 იყო P ტოლი, გვეუბნებია, რომ n-ჯერ გაიზარდაო. მაშინ P2 გამხდარა n-ჯერ P. და ჩვენ გვეკითხებიან, რას ვეკითხებიან ერთ წამით? ხო, აბსოლუტურ ტემპერატურას. განსაზღვროთ არის საწყისი აბსოლუტური ტემპერატურა. T1-ს ვეკითხებიან, ხო? T1-ს. T-ს ვეკითხებიან. მოდით, T გვაქვს T1 აღნიშნული და T-ს თუ ვიპოვით, ამოცანაც ამოხსნილი იქნება. მოდით ამოცანისთვის ჩავწეროთ კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება. PV უდრის νT-ს. ეს განტოლება მთლიანი პროცესის განმავლობაში სამართლიანი არის და ახლა გავითვალისწინოთ ჩვენ ის ფაქტი, რომ პროცესი იზოქორული, ან აი ესა გვაქვს მუდმივი, ხო? მოდით ტოლობის ორივე მხარზე V-ზე გავყოთ, მაშინ რას მივიღოთ? T გადმოვიტანოთ მარცხნივ და V გადავიტანოთ მარჯვნივ. ესე იგი P შეფარდებული V-სთან ტოლი გამოგვდის νR ტესტთან, უკაცრავად P შეფარდებული ტესტთან ტოლი გამოგვდის νR შეფარდებული V-სთან, ხო? ეხლა ნივთიერების რაოდენობაც მუდმივი, რადგანაც მოცემული მასისო გვეუბნებია, გაზების უნივერსალური მუდმივია, ისედაც მუდმივია და პროცესი იზოქორულია, ვეც მუდმივია. ამათი ნამრავლი და შეფარდება მთლიანად მუდმივი იქნება, ხო? ან მთლიანი პროცესის განმავლობაში თუ ეს გამოსახულება მუდმივია, P1 შეფარდებული V1 პირველ მდგომარეობაში და საბოლოო მდგომარეობაშიც ერთმანეთის ტოლი იქნება, ხო? ასეთი გამოსახულებას ვიღებთ. აქედან თეორი გვაქვს განსასაზღვრო. უბრალოდ ჩავსვათ მოდით ახლა მოცემულობაში რაცა გვაქვს, აქედან ჩვენ გამოგვივა P1 არის P ტოლი, შეფარდებული T1 არის T ტოლი, ეს უდრის P2 გახდა NP ტოლი, შეფარდებული T2 არის მოცემულობით S პლუს დელტა T. P-ები შეგვეკვეცება, ჯვარედინად თუ გადავამრავლებთ, გამოგვივა აქედან რომ NT უდრის S პლუს დელტა T. ეს T მარცხნივ გადმოვიტანოთ, მოდით, აქედან ჩვენ გამოგვივა რომ NS minus T უდრის დელტა T-ს, საიდანაც ჩვენ გამოგვდის T-ს თუ გავიტანთ ჩხილებს გარეთ, T n-1 ტოლი გამოგვდის დელტა T-სი, აქედან კი T-სთვის საბოლოოდ რო დავწეროთ საძიებელი ტემპერატურისთვის მივიღებთ რომ T ტოლი ყოფილა დელტა T შეფარდებული n-1-თან. ეს კი არის ეს პასუხი მივიღეთ, ეს კი პასუხი არის B.